ყველა ადამიანთან შედარებით თუ თავი გენანება კაფს გონი კაფს თავის გაყვები კაფს არ გავიკეთებ შეგეძლოთ გარო ტექნიკა დაგიზიანო ზოგი გადაგცხევდი რაღაც აბრუნე თავის ადგილას როგორ ეკონსიერება იცის რომ ჩემი იქნება ეს კამარი გაიგე თავისთვის მოგესალმებით მეგობრებო თქვენი ყოფილებით ნაფინოს არხზე ჩვენ ვართ Fantastic Four სტუდიაში და ჩვენი სტუმარია დღეს პიტბული მოგესალმებით როგორ როგორ მოახსენეთ მე აქაუნტი სიცხეების სიცხეების გადამკეტი რა ვქნათ დატვირთული გრაფიკი ხო იცი როგორ რუსთავიდან მომხდა ხო რუსთავიდან მომხდა რა მაინტერესებს ისა ლაივში ვნახე იმ დღეს კოროჩე შენ თბილისში გადმოხვედი თუ არა არა ძმა ვიყავი ვიცხოვრე ცოტა ხანი ერთი წელი დაახლოებით და წავედი რუსთავში ისე დაბრუნდი აქ ეს კი არა ისიც ვიცი რომ აქეთ გეგმები გქონდა რაღაც საქმე მირჩენდა კი აქეთ ძალიან კაი გეგმები მქონდა და როგორც იქნება განახორციელე რა და ველოდები ახლა მოსწავლეებს რომ შეიკრიბოს ჯგუფები და კლიენტები არიან ისე? კი ანუ რა გავაკეთეთ რა ვთქვათ გავხსენით ახალი კლუბი რომლის სახელისა ჩემპიონების ბუნაგი ეს კლუბი მდებარეობს ჯუდო კლუბ ჯორჯიას დარბაზში ძალიან ბევრი იცნობს და ძალიან კარგი კლუბია ჯუდო ვისაც გაინტერესებს და ასევე ახლა უკვე მუშტიკრევიც შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივერჯიშოთ. მუშტიკრევი ძველი ქართული აღდგენილი საბრძოლო ხელოვნებაა. შერეული, როგორ? გასასწავლ მუშტიკრევს. მუშტიკრევში ასწავლი მაგალითად კლინჩს. მაგალითად ჩვენთან ხელების ტრავმებია ხშირი და როგორ არ დაიზიანოს ხელები. მაგალითად ძალიან კარგ და გამოსადეგ ფიზიკურ ვარჯიშებს გავაკეთებინებ ჩემ მოსწავლეებს, რომლითაც ძალიან კაი ფიზიკური ფორმა შეუძლიათ შეინარჩუნონ, ასევე შემიძლია კარდიო ვარჯიშები ვაკეთებინონ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და ნუ ძალიან ბევრი რამე შეისწავლება, დისციპლინა, ზრდილობა, სიყვარული, სპორტსმენის პატივისცემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ახლა რა მაინტერესებს? შენ ავარჯიშებ კონკრეტულად? კი, მე ვავარჯიშებ ყველა ჯგუფს. მარტო კი. აჰა. და ვარჯიშები როგორ ტარდება? ამ პერსონალური ვარჯიშებიც იქნება, ჯგუფური ვარჯიშები სამოყვარულო და პროფესიონალური. პროფესიონალური ვისაც ენდომება, მიეცემა შესაძლებლობა იჩხუბოს შესარჩევებზე და გადავიდეს მერე მაღალ ლიგებში, მუშტიკრევის ფედერაციებში, მაგალითად გამაში შეუძლია იჩხუბოს და მე ხელს შევუწყობ ყველანაირად განვითარებაში რა. საინტერესო. შემდეგი ჯგუფი როდისაა? შემდეგი ჯგუფი ახლა არ ვიცი ორგანიზაციას აწყობს თუ არა მე რო ვთქვა, მაგრამ ნუ მოდი მაინც არ ვიტყვი. სექტემბერში ვიჩხუბებ და ქარდები გამოქვეყნდება გამა FC.GG-ზე ყოველთვის ახლდება რა ეს ქარდები და შემდეგი თვის ბილეთები შეიძლება ყველას. კაი, შემდეგ ჯგუფამდე პირველ რიგში გილოცავ ჩემპიონობას. კამარა გაუთრევიას. როგორ გრძნობ თავს გამარჯვების მერე? ძალიან კარგად. ტრამვები დიდი არაფერი მქონია, ხელის ტრამვა მქონდა ერთი. ძალიან კარგად გრძნობ თავს, ჩემი ჯგუფი ასეთ თუ ისე მომიწონა. მაგრამ მეტი შეიძლება ბევრად რა. აგი ხელის ტრამვას ვასწავლითო? განვითარებისთვის დავიდო. ხო, ერთიანი მომზადება გავიარე ზუსტად, რომ მომზადებული ყავი ზომბისთან იქამდე მქონდა 8 თვიანი შესვენება და 8 თვის მერე ერთი თვე გაიარეთ? კი, 8 თვის მერე ერთი თვიანი მომზადება. და კემპში როგორ ემზადები ხო? ვემზადები ჩემით. როგორ? ჩემით ვემზადები. მარტო ვაფშე? კი, მარტო ვემზადები. ეს ფოტოშოპის მაგარი რამე, მეც გამართვს რომ მარტო ვიყავ ბავშვი რა და ჩემ თავთან იმია მაგრა გამისვა. ხო და რო იცი შენ თავს და ვემზადები ჩემით რა და ნუ მეხმარები აქვს ხოლმე რა. ნუ სპარინგის ხანდახან ლაპები ეგრეთ წოდებული. სპარინგებს არ გაიხარ ბავშვი? კი, გავდივარ ხოლმე. რაღაც ისეთ სპარინგებს არა აი მოკრივეები რო გადავახხოლმე რა. გამაზე გათვლილი გავს. ხო, რამე უფრო გამაზე გავს. ხო, ჩვენთან, ჩვენ მაშინ რო შეგვთი, მაგრამ მანდ ვარჯიშობ. ყოველდღე. კი. ეხლა მაინტერესებს, შენ ჯგუფი რო იყო? ლუკა გედგა კორნეში. ხო, აზარ ლუკა. ეს თემა მაინტერესებს. როგორ იმიტომ რომ ლუკა მითხრა რომ არ ვიცნობდიო რა. ხო, არ ვიცნობ. ეგ მაინტერესებს ვიცოდი რომ რუსთაველი იყო რა და საუნდარს რა ხო, რომ რუსთაველს ხედავდა ჯგუფს და თანამშრომლებულია და
დავინახე რომ მონდომებული იყო რა და რომ შევამჩნიე რომ რაღაც მეტი აგრესია გამოხატა ჩხუბის დროს და ანუ შეიძლება და რაღაც მომხდარიყო მეთქი რა და ვეძახდი რომ მეთქი არ შეყვე და რაღაცეებს და გავიჩნდა მე უმცირესობაში როგორ გაიდის თან რო ვიყავი ბრატ მე ვიყავი უმცირესობაში არა წარმოშობას ვიდა ხო ახლა გაგრაშენი ჩხუბი რო იყო კუთხეა ნუ იმასთან კიდე კარგად ხარ სომეხი ბიჭი რო იყო ეგ ვაფშე სადა იყო ეს სამახი შენ თანაც რო იყო მაშინ დამოუწა მაგის სახელი ჩემთან ხო კუთხეში გრას და ის ესეთ მაროკა ხუჭად მაროკა დარაზე და ხო არ როგორც ის წავიდა გამართან და ხა ჩვენ არ ქონია შეხედები ხო ხო ნაჩხური ვიყავ მაგას ორჯერ ვიჩვენე არა მეგობრები ჩვენკაცობის დიდი არც არაფერი შეცვლილა სავარაუდოდ მაგრამ ანუ მე მახსოვს რაღაც კონფლიქტი ქონდა თქვენთან არა თავიდან მქონდა კონფლიქტი რა ანუ მე მქონდა მაშინ მეორე ჩხუბი უნდა ჩამყარებოდა რა და მაშინ გაიჩნდა და რა სურმავასთან უნდა მეჩხუბა რა თორნიკისთან და ისეთი გაბრაზებული ვიყავი სურმავაზე რა როგორც ისე არა ძალიან კაი ბიჭია ხო შენი გუნდელი ჩემი გუნდელი წესიერი ზრდილობიანი ძალიან კაი ბიჭი არის მაგრამ სპორტულად რა ეხლა რა თქმა უნდა მინდოდა ეგონა რომ ძალიან ცემა პარკი ვიდეო და აი კაკრას ბიჭზე გამახსენდა რა მაინტერესებდა რა ანუ რამდენად ბუნებრივია ხოლმე ეგ აგრესია რა ერთმანეთს ეხლა ბუნებრივია რატო იცი იმიტომ რომ უნდა უიჩხუბოთ ხო იქ რაღაც მაგრამ ჩისტად სპორტული ინტერესი ხო? კი, აბარა რა. არა, რატომ იცი, შენ ძალიან აგრესიით აწვევი ხომ? ლაპარაკის და ფსიქოლოგიური მომენტია რა, ფსიქოლოგიური მომენტია რა, ვცდილობ რომ რაღაც გავაბრაზო. კი, ვაფშე გეთქვა თავიდან, რომ შეხვედრა თქვენ. არა, მე ბუნებრივად. არ მიყვება ხოლმე რითმის გარეთ ხო? არა, რა თქმა უნდა, არა, ღმერთმა დაგვიფაროს იმის. ის რა, ოკელავაროა. ოკელავაზე. ეგა. ეგაც რა ვიცი, რაღაც თავიდან ცოტა თითქოს გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მე თითქოს ბუნებრივი არის ეგეთი ტიპი. რო შედიხარ ახლა. ეგეთი ტიპია რა, ეგ ცოტა გიჟია და მაგას ვიდეოს თვითონაც ვერ იზოპოვაზი ხარ რა. ეხლა არა შეიძლება იქნა აი ბუნებრივად რო დარბოდა იმ ვიდეოზე არის გადავე რო დარბოდა გამას სპოტლაითი არის towards და ის ანუ საჩემპიონო ბრძოლა ხო იჩხუბეს ბათაშორის დღეს უნდა დაიდოს ხარსაც უი მაგაზეც რაღაცა ამბები იყო სხვათაშორის დადებაზე თუ ყურებაზე ხო ანუ ძალიან ბევრი სპოილერი გავრცელდა კი და მაესტრომ გავრცელა ინფორმაცია რომ აღარ იქნება ამბები რა მარტო დამსწრები ნახავს და მე დაიდება YouTube-ზე და მე დრო დამოუკიდება მე ფილმის ეგეთები ხალხი ანუ ეხლა ნახე ხო განვითარება ჭირდება ამ სახეობას რა და ну გასაგებია რომ შეიძლება რაღაც ვიღაცას ეძვირებოდეს ის $5 ხო რა თვეში $5 და საქართველოში ვართ ეხლა ყველას არ არის და ყველას უნდა ბავშვები გვიყურებენ და ეხლა ბავშვს $5 შეიძლება მშობელმა არ უყიდოს რა ის ხო და ну ძვირის არა მაგრამ ისეთი მე ინტერესი ხრება და ყურებლის ნახვები ეკარგება რა ისე ბავშვები ხშირად სომენ გაიძ ბავშვები ქუჩაში ბავშვები კი ხშირად ბავშვები მე ძალიან მიყვარს და ძალიან ისეთ ტიპაჟია თვითონ ვიდი რომ ბავშვები რომ ბალეში ყოფენ აი ბედნიერი მე ძალიან მიყვარს ბავშვები სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზი მაგიტო იყო რომ მომზადება დავისკენ რა რომ გადავწყვეტე რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან აუ პროფესიონალურად როცა დაიწყე ხო რა და მინდა რომ ვასწავლო რა რაღაცეები ახლა კლუბი რო ახსენე მაგაზე ხო რა კლუბი რო ახსენე მინდა რომ ვასწავლო ბავშვებთან კაი ახალგაზრდები შეხვდნენ და მონდომებულები და ხო საინტერესოა რა და დიდი იმედი მაქვს ბევრი შეიძლება ჩემპიონის დადგეს წარმატებები ყველანაირად ისე სხვა გამასნაირი აი შენ ახლა ვასწავლი რა ბავშვს რო იძახი მუსიკერები და რაღაც სხვა რაღაცნაირი გამასნაირი ორგანიზაცია იცი ახლა რამე ეგ ხო ჭერი არ არის თქვენ ანუ შენ ასწავლი გამოსწავლე ბავშვებს თუ რა საბრძოლო გამოსვისაც მოვამზადებ არის ასევე სამოყვარულო გამას სამოყვარულო ლიგა სადაც ჩემპიონობს და ხო ანუ ეგ როგორი ამბავია იცი გამოცდილებას მიიღებენ ბავშვების და ახალგაზრდების საბრძოლო ხელოვნება შეისწავლიან და მე გამოადგებათ ბევრგან რა ტრივში სწავლენ ტრივში გამოადგებათ რა თქმა უნდა MMA-ში შეგედავებით კი MMA-ში შეიძლება გამოადგებათ ну კრევში არის ახლა ისეთი რაღაცეები ახლო ბრძოლა კლინში თქვა ანუ
რისი გამოყენებაც შეიძლება რა, გინ სამოყვარულოში, გინ. სამოყვარულოში არა. ეხლა დასაწყისისთვის ხო, რომ შეისწავლო ცოტა ქუჩური ჩხუბი რომ შეისწავლო პროფესიონალურ დონეზე რა. ბაზარი. აი ხო. სწორი ნათქვამია. კი. ყოველ შემთხვევაში ხასიათს მაინც ხასიათს გამომუშავებს, ისწავლის დისციპლინას, ისწავლის შრომას, ძალიან ბევრს და როგორ გადაწყვეტი გამაში თქვენ? გამაში ვაფშე ჯერს როგორ მოხდი? გამაში ხუბი გადავწყვიტენ მოულოდნელად ძალიან რა. პროსტა გაიჩნდა. ხო, პროსტა გაიჩნდა ძალიან მელოსებოდა სულ საყურებლად რა. და მეც ახლა ნუ შემიძლია ჩხუბი ყოველთვის, მაგრამ არ მიფიქრი არასდროს რომ აი ვიჩხუბებ და რაღაცეები რა, აი არასდროს და პროსტა მე რაღაც მომენტში ვიფიქრე რომ მეთქი დავაი ვიჩხუბებ მეთქი რა და ხო რა რაღაც ეგეთ იმაში ვიყავი რომ გამისწორდებოდა რა თან თუ ფურსის დიდნენ და თან ყოფდები რა რაღაც ბენეფიტი შეეძლო მაშინ დასაწყისისთვის ძალიან ცოტა რა მაგრამ ნუ მე გაიზარდა რა და ჩემპიონად იზრდება და ჩემპიონებსაც კი კაი შეიძლება მე ცოტა გადამიხადე ნოკაუტის რამდენი გადაიხადე? 1500 გადამიხადე ჯამში 3 წუთისთვის მაგარია რა მაგრამ 1500 ხო დასაწყისისთვის კაია ანუ ეგ ნოკაუტზე ბონუსია ყველაზე ხო ნოკაუტის ბონუსი არის რე ბონუსია ხო მე და ბაზარი ბონუსი მიდავს სირაუს ნუ ფარა ბონუსი მიდა ბონუსი ბონუსი მინდა ბონუსი არ თვითონ მატერიალის რაღაცა და ის ემოციო არა რეალურად ხანახე პატარა ბავშვები ხო არ ვართ ანუ ჩაუ რაღაც გჭირდება რომ რაღაც შემოსავალი გქონდეს რა იმ დამატებით იყოს რა ხო ხდებით სხვა რამეს თუ არა გქარიშავ ხან რაღაცა და ნუ პროსტა ის არის რომ ჯანმრთელობას წირავდა თავის თან მაგრამ დაფასება საჭიროა რა თქმა უნდა მაგის მე მიჩის მოშ შეიძლება ჩემი დეფიცების მა გამეს მე რა აი ზოგადად ხა მე ხო რამდენი მოხდა ესე ვენდა რა არა ბრატ ეხა მე ეხლა ზმა კრებში 8 წელიწადი ვარ რა და მართლა რეალურად იმართლა ჭირს მაგის მე რამდენი თავში გავისტავდი შენ თან არ მეუბნები ბოქს დაანები თავში დედას გებისე ვიცი ამდენი რამე მოვიცდება სულ მაგში მოგხვდა შენ ბევრი საკაიფოა მაგრამ ამ კერს ვიცი მაგ თემაში როგორ ხარ მე რა ვიცი ჯანმრთელობის დასვენება მჭირდებოდა დავუშვენე რა და ეხა აი ძალიან კარგად გხმობთავს რა მაგრამ დასვენება რო გჭირდება მასე არაფერი გჭირდება აა მაგ თავის დაჟე არც ვარჯიში მით უმეტეს ნოკაუტის მერე რა ეხა მინიმუმ 6 თვე იშვენებენ რა და მე არ დავიშვენე მეორე იუენზე ვიჩხუბე მერე გადავაბი კიდე 3 თუ 4 ბრძოლა და ხო ხდები ანუ ბიჭო რა მაინტერესებს ის მაშინთან ნოკაუტზე რო თქვი რა მაინტერესებს რა იზენი იმიტომ მე კაროჩე მაგას მეკითხებიან ხოლმე ხო და მე რატო გეკითხები იცი მე რომ ხა ერთი ორჯერ ყოფილვარ ნოკაუტში და დედას გეფიცები მაგრამ როგორ სიტუაციაში ვიყავ როგორ კონჩი გავიჩდე იცი აი თუნდაც გამას მე რო ვიჩხუბე კაროჩე პროფები ვიჩხუბე ეგრევე რა და პირველ რაუნდში გამიკოთავე მაგარო შეყოფილი მე არ ვიციო first point ჩავხეთვალე ფეთი მოვიგებ ამას უჭველი თქო და პირველ რაუნდში ამაყუდე კუთხესთან გავშო 4 პირდაპირ ამიყოლა დედას გეფიცები და 4 პირდაპირ ამიყოლა თუ არა აი ეს ხოთ გავარ და თავი მგონია სოფელში ასე ჩამოძარი ვარ დედას გეფიცები სოფელში და კამანდა ესე მიყურებს და ამიღოთ ზუყვებ კაცი მიდგეს წინ გავშ და მირწყავს და აი შენ რას ხედავდი მაგას ვაფშე ხონია რა მეგეთი არა ანეკდოტები და რაღაცები არა მე ნიკოლაძის ვირჯაზე და პროსტა ამ გაიჩე და გამოიღვიძე შენ ხბიდან ხო რა გავიჩე და მოვიხოდე რა არა მაგრამ ანუ ძლიერი პირველი ფოლადასანა კაუჩი ძლიერი მოხდა ძალიან და ხო თან აი წერტილში მოხდა ზუსტად იმენა დამასვა რა ნოკაუტი არ გამოსტია არა ეს ადმიშენი ბევრი მაგასა პირადული ქონდა რამე ისე არაფერი ისეთი მოგვივიდა რაღაც შეკამათება რაღაცა ხო რა დაული ეტრატის ბარში და ანუ დაგმული არისო არა დაგმული არისო არა მაგრამ ნუ რახან ვიჩხუბეთ და ნუ როგორც არ უნდა დამთავრებულიყო პრინციპში ჩაულებდი ვიჩხუბეთ და მორჩა რა გაგიძებდა და დაწმუნებული ვარ რა ჩემი სურვილი რაღაც არ ყოფილა ხო და ნუ ეხა იქ ვიჩხუბეთ რა მოხვდა ერთმანეთის ხელი თან და მოხვდები ეხა გააგზელო თან კიდე მე ნასვამი ხარ რაღაც აკეთებთ და მეც უკვე ეხა ჩხუბი გქონდა ჩანიშნული და ჩხუბი გქჩანიშნული და გარეთ ხო არ გავაგზელებდი ჩხუბს რა თან ეხა სულ რო არ ვიყო სპორტსმენი გასაგები შეიძლება მე არ ვიყო სპორტსმენი მაგრამ სპორტში ვართ რა და პატივისცემა გვმართებს რა რაც არ უნდა იყოს ხო ხდება
ნუ ისეთ შეურაცხყოფაზე არ ვიძახი, რაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა, მაგრამ რაღაც წითელი ხო, რა შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს, ეგ ვიცით რა და შეიძლება რაღაცა გაბრაზებულ ფონზე ვინმეს რამე წამოსდეს, მაგრამ ნუ ეგაც უნდა გაატარო. ეგას ხო, რა მოგვარება გია, იმიტომ რომ ხო შეგნებულად პირველ რიგში ინტელექტის თემა არაა, რომ რაღაც ეგ უნდა გაგესწროს უეჭველი, რა სხვა რა მართალი ადამიანი რო გეთქვს ყველაზე რაღაცას და სპორტი ახსენე და სპორტსმენია შეიძლება მე არ ვარ. შენი აზრით ის შენი ფიშკა რა არის, რომ ესე ქუჩის ხუბიდან შეხვედი. ანუ ეხლა ნახე ხო რა, მაგრამ ის არა, ეგ ცოტა ლეგენდასავით არის რა, ხო ის გახდა რომ ქუჩის მებრძოლი და რაღაცა. ლეგენდასავით არის, იმიტომ რომ ნუ ქუჩა გასაგები არის, მაგრამ ეხლა ქუჩაში ის ხო არ ვიყავი რაღაცა 24 საათი არ ჩხუბობთ და რაღაც ბავშვები რომ ვიყავით, ყველას მოგდის რა ჩხუბი და ანუ მე ზოგადად სპორტული ბექგრაუნდის გარეშე მქონდა რა, მქონდა ხოლმე ბუნებრივად რაღაც მონაცემები ისეთი რომ შემეძლო მეჩხუბა რა, მე ვხვდებოდი რა უწვავდი და მე ეხლა ნელ-ნელა მეც არ ვიყავი ისეთი დონის როგორც ეხლა რა, მაგრამ ნელ-ნელა ბევრი რაღაც შევცვალე და ყველაზე მთავარი ის არის რომ მარტო ჩემით რა და ბევრი რამე დავიმუშავე, აი ბევრი რომ ის ამარა უნდა მომზადოს ის მაშინ ხო ვაგინე რომ მოვიგეზოს და ხო გამოგაკლევეთ ყველა არიცი არა ის და კამარა როიცეკი დაბლა როიცეკი არა ხო გამოგაკლევეთ ყველა ნახე თქვენ დაშევ უხურეთ რაღაც რეაქციას ვიგებოდი რაღაც გახარებულს და ხო გამოგაკლევთ ყველა ხუბი არ მეყო და ენერგია მქონდა და მოვიდა ბოლომდე რა და დავიხარჯე ბოლომდე მე რა მომეცი მაინც არა მე ბოდიშის მოვიხადე ხა ბავშვები ვიყურებ და იქვე მოიხადე ხო იქვე და ისედაც ვიძახი რა ეხლა რომ არა რამაზ მაინც მე რა მომეცი ის აი დედას გებსახა ისე არ მიიღოდი მაგრამ ბიჭო რას ვიძახი როგორ დაუშტია და აი პროსტა სულ მიგვიდეს ნო სპორტსმენებს როგორ უგებ ან როდესაც მოჩხუბარი ხარ ჩეულებ ან კაც გამოცდილება რო გაქვს სპორტში კრივში რა ჩემი თვალიდან ნახული ახლა ზო შენ რო უგებ რა თუნდაც სურმოვას ახლა კაც ვიცნობ ნუ კარგა ხანია და 5 წელი ამიცი რომ ტივი ბოქსავ ნუ 5 თუ 6 წელი ამიცნობ მაგრამ ბავშვობიდან ღრმა ბავშვობიდან სამ პროფები ორი ცოტა არებული და მაგრამ იკვis ეგ რაღაცები და სავე როგორ ხარ ეგ ფიშკა შენი გამოსახედა რა გაქვს რო ეგ არის რაღაცით მაღლად გახარ თავისთავად რო არ გაფასებენ დაუფასებლობის ბრალი ხო თუნდაც ბოკია და იმას რომ და მაგალითად აი მე შემიძლია რაღაც სპორტს აი მოკრივეებმა კლინჩი ჩხუბი არიცით მაგალითად რა ბევრი უნდა მოემზადოთ და მე დახვეწოთ რა არიცით რა და აი კლინჩის აი ახლო დისტანცია მაინც და მაინც კლინჩს არ ვიძახი რა აი ეს ჩვენი წესები რა ცოტა ისეთი არის ხელის დაჭერა შეგიძლია უფრო აი ქუჩასთან იმიტომ ასოცირდება რა ცოტა რომ მოიხვიო და მეტად ხო რა მოიხვიო რაღაც კისრის დაჭერა შეგიძლია წელის აღება შეგიძლია რა გვერდიდან მუშაობა და ანუ ეს ბექფისტი შეგიძლია ხო ხდება ხო ბაზარია ამერფისტი შეგიძლია ესე და ხო იდა არა იდა შეიძლება არა ბექფისტი აგაშტა ბექფისტი შეიძლება ხო და მეთქი აი რის ფარგლზე რის ხარჯზე ხო მაგის იქები და ისე ხა დავუწყება მენტალობა რაც თავარია პირველ რიგში უნდა იქ მაგარი მენტალურად თუ არ ხარ ძლიერი არ არსებობს ძმა აი ახლა რა მაინტერესებს კაკრას მენტალობას მოდით ბოდიში რო შეგვაწყებინე რა ეს ხასიათი ანუ ეს პიტბული რა შენი გლიჩკა ჩერეზმანდიდან მოდის ხასიათი და ო ზეგოს სახელი ბოდიში იქოს პაგანია ეგ არის ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ზუსტად. ხო. მე მეგონა პროსტა ბლომად რო ქუჩაში არა, თან მიყვარს. ნუ მარტო პიკნიკი კი არ მიყვარს, კი ორი პოს. და მაქენ არჩევდი გოჩვენი ხასიათი შეაფარე. არა, 4 პოს, ორი კატა არის პროსტა. იმათაც პიტბულები იტაობენ პროსტა. ზაღლების ჩხუბზე დამოგიდნენ. არა, ზაღლების ჩხუბი. ვაფშე. ვერც მევინა ხოლმე ხა სახში ვზრდი ბავშვით და ხო ის რო დაგიგე ჯონზა ან უჩხუბია რა ეხა ესე ქუჩაში ბევრი ისეთი ზაღლი არის რომ აგრესიულები არიან რა და ჩემ ზაღლზე აგრესიულები არიან ზაღსაც მე დაცვის ინსტინქტი ხო და მე რა თქმა უნდა თან ზღიერი ზაღლია ხა და ხონია რაღაც მომენტები მაგრამ ისე მე არ ვაჩხუბობ რა ტრეშტოკიდან რამდენი აგი ყველაზე მეტი
ბიჭო, ანუ მოიცან. ბონუსებია ჩაულებრივი რა. ტრეშტოქსია ხო, ბონუსი. კი, ანუ ყველაფერზე ბონუსებია რა. ნოკაუტზე ბონუსია, ეს რაღაცა სოსო უნდა გაუშვა. ის რა ქვია, ტრეშტოქსზე კიდე რეალია. ნუ ყველა ანუ ერთ აგიღია ორი ბონუსი მაგალითად. ეხა დავამყარე რეკორდიც. რა? ეხა ავიღე leader of the night, აჰა. ავიღე კამარიოვი. ტრეშტოქის ხო. და კიდე რაღაც ბონუსი ავიღე. ბონუს ცხოვრა. ეგ როგორ განისაზღვრება, ბიჭო? ყველაზე რაღაც რეკორდი შემოდი. ეგ როგორ განისაზღვრება ტრეშტოქი? ანუ რა მაგინო ახლა ვიღაცა. ბიჭო, არა, ანუ ნახე განისაზღვრება გაყიდვადობით როგორ იცი, აი რამდენად ვცდილობ, რომ გაყიდო შენი ბრძოლა და საინტერესო იყოს რა გაყიდოს რო თავი დაანებო და ხალხისთვის საინტერესო იყოს. რაღაც ეხლა დაუდეკით პატიოს სიმპათიოს ძემ ჩაიხუტები გადაკოსნი და წამოხვდა და ხვალე უნდა გასისხლო რა. აი ცოტა რაღაცნაირი მომენტია. უნდა იჩხუბო რაღაცა ცოტა შექმენის. თუ შეურაცხყოფა არ მიაყენო, მაგრამ არ გადაცდე რაღაც ხაზებს, მაგრამ ჩაულებრი უთხარი გაგლახაო რაღაცა. ხო ხდები მე ამაში ჯობი ვარ, იმაში ჯობი ხარ რაღაცა ანუ ცოტა აი ხა მაგას არ შეგვერიდება ცოტა. მაგას არ შეუძლია. თვითონ ორგანიზაციიდან თუ არის თვითონ ორგანიზაციიდან თუ არის ხოლმე მოთხოვნა რომ სიტყვაზე ეს კონკრეტული ჭუბი ტრეშტოქით უნდა არა, ეგ ნუ დამოკიდებულია სპორტსმენებზე რა, თორე კი იძახიან ხოლმე ხა საინტერესო რო იყოსო ტრეშტოქი საჭიროა, მაგრამ ნუ ეგ დამოკიდებულია შენზე რა. ექნება თუ არ გექნება, შეგიძლია ჩუმად იდგე საერთოდ და არ დაგაზალებს არავინ რა, პროსტა შეიძლება კითხონ რაღაცეები და პასუხი დაუბრუნო რა. კაი, ეხლა ცოტა გამას და იმას ჭუბებს და დაწაბულობას რომ მოშორდეთ, რეალურ ცხოვრებაში რა ხობებია, ჰობი. გადაცემა. რაღა ჰობი. ერთადაც ხო, შენი საქმეა შენი. ხო, გადაიქცა კი, შეში გადაიქცა. და ინტერესის სფერო რა გაქვს კიდე? ამ გარდა ინტერესის სფერო? ნუ რა ვიცი, სპორტი ზოგადად მიყვარს, ფეხბურთიც მიყვარს, ფეხბურთთან კი. ვისაც კარგად თამაშობ, რეალ მადრიდის გულშემატკივარი ვარ. ძალიან ბავშვობი წლები არა. წლევანდელ რეალ მადრიდზე ასე. ან ბოლო პერიოდია. პაპეს წყევლა. ბოლო პერიოდია, ხო. ბოლო პერიოდია მოვარიდე თვალი რა ფეხბურთსაც და ბევრ სპორტსაც კიდე, ნუ ფორმულა 1-ის მიყვარს რაღაც. ფორმულა 1. ხო რა. არის რაღაც სპორტები რომ მიყვარს. მაგალითად ამერიკული ფეხბურთიც საყურებლად აი საყურებლად ბიჭო მეც მივიღე თუ არა ყოფილი მორაგბე ჰოკეი მიყვარს კიდე ძალიან ჰოკეის ყურება ჰოკეის პატკებელს ჩაუშვი ხო საინტერესოა აი თამაშების ყურება ასწავლებს მე კიდე მაგას თავიდან მივყურებ კითხვა მიყვარს კიდე კითხვა მიყვარს აი საინტერესო მხარეა სპორტში და მნიშვნელოვანი სპორტსმენისთვის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ კი ზა დებილი სპორტსმენები ძმა არ ვარგანა კითხვა საჭირო ხო ნუ ინტელექტი კიდე რაღაც ისანი რა გონება მახვილი იყოს რა ფათაზრონების უნარი მაგიდას მიყირავ ო ატრია ფეხბურთსა აი ძა ანუ вообще არ საქმეა გარდა აი ხა რას დაიწყე შენ დარბაზი გახსენი დარბაზი გავხსენი ნუ ორძახსული ორგანიზ ერთის რატო აღიღე ავსორსულად ბავშვობები და ბიჭი როგორ არის არა შეიძლება ხო და დანარჩენი ვარჯიშობ ეხლა ეს დარბაზის ამბავია კიდე ახლა რომელ საათზე ვარჯიშობ დილით ვარჯიშობ მე დავდივარ ხო დილით დავდივარ 5 საათზე ვდგები იმიტომ რომ მეცხრე ორგეზარი ბაჭი საათზე დაცხება და მე ძალიან მეზარი არა 6 საათზე რო ვდგებოდი ბიჭო არა მერეც მოჟდა ახლა ყოველდღე 5-ზე არ ვდგები ვერც ავდგები ხანგვიან ვიძინებ ვერ ავდგები და 6-ზე 7-მდე უეჭვარი რა იმიტომ რომ მერეც ხელო სიცხეში კი კაი გაიოფლები რა სიცხეში კი გამძლეობა და დარბაზში კონკრეტულად დილით მაინც დარბაზში საღამო 5 საათისთვის 5-6-ისთვის სანამ კრივის ვარჯიშები დაიწყება რა მესმენდა ვარჯიშები არავინ არ არავინ არ ხოლმე დარბაზში არა ხო რა და ვარჯიშობ ვარჯიშობ აი ჩემი აზრით ტატუებიც ინტერესის სფერო უნდა იყოს თავის ტატუები ხო ეს რაღაცა ისეთ თუ ყვები რა საინტერესო არ სასაცილო უხერხო პატარა ასაკიდან დავიწყე და არ უნდა დამეწყო ბავშვებო და იხატოთ პატარა როდის გაიგეთ პირველად ალბათ 16
წლის იქნება. შეიძლება ცოტა მეტი სამახსოვს რა. მე მაგრამ არ არა ეგრე არ ხო შეიძლება. რა, თავიდანვე არ უნდა დაიწყო პატარაობიდან რა, უნდა მე გააზრებული უნდა იყოს. დაახლოებით რამდენი გაკ არ ვიცი ძმა რა, რამდენი კაცი გაქვს აი მაგას რომ ეკითხებია ხოლმე. არ დაგითვლი. Что? რაღაც პერიოდიდან. ნუ თან ერთმანეთზე როა გადაწერილი ახლა მომუყავებ. რაღაც პერიოდიდან დაითვლი თუ вообще არ აკვირდება. არა, вообще არ ვაკვირდი. ანუ ბევრი დავიხატე, მივაყარე რა და რა დათვლა რა და ვერე ანუ ძალიან ბევრი აი რაღაც დავიხატე ახლა ბოლოს და ბევრი კიდე დასამთავრებელი მაქვს და ახლა ზურგიც მალე დავიხატე. შევსებული გაქვს. ზურგიც მთლიანად კი. და ყველაზე კაფეოდ და სადაც რაც შევას რა რა გაწერია მაგრამ აქ მაწერია be hotel my friend და აქეთ მაწერია I will sleep when I'm dead. აჰა თუ არის გადაგითარგმნი. არა რომ ჩემ მე არ ვიცი. აცი. მე სხვა არის შემობრუსლი რომ ხო, კი, ის. შევეგენძიეს მე რამე თმებს რა უშველოთ. ფერს რა უშველო. ეს რა უშველოთ. ფერს რა უშველო და ჰიალა იმი. აუ არა რეკლამაა ეს ამოჭერთ. ამოჭრათ. ხო რა. შაუტაუთი რო რა ჰიალა იმი. რა გვასპონსოროს ჰიალა იმი. ო ბაზარი მეც მაგას ვთქვა სამათი ისი. არა სხვათა შორის არ მინდა რა მივეჩვიე ძალიან ასეთ თმას და ხო პირველ ჩუქს ზეთილი გამოვხდი. ხო მაგრამ მე აღარ არის ძმა პატარა ჩაულებრივად გაქვს სიტყვაზე მოუშვებ ან ხო უფრო კომფორტული თმას როგორ მოუშვა არა მომდის არა რო გქონდეს თქო მაგას ვიცოდი რა ხო უფრო კომფორტული რავი კომფორტული უფრო არის რომ გადავიყვართავ ხოლმე კვირაში ერთხელ აი რა ყველაზე კომფორტული ნო თან ჩუბი რა სლიპ ხო და გრძელით ძალიან მიშლიდა გრძელით რომ უშულე ძალიან ოპა ყველას ჯობია ვიკინგივით გადაიყვარსო რაღაცა და დამოხილეთ ეს საერთოდ გაბალანსი მეც მაგით დავიწყე ბალანსი საერთოდ მქონდა წერია რა მეც უიტა უი რა მაინტერესებდა კიდე მსახიობურ თემაში სამსახიობო თემაში უბრალოდ მე მაქვს ნანახი მარტო ის კეთილებში ხო ნუ მან არ უსახიობობდი ახლა რამდენიმე რაღაცის თქმა მომიწია და შეგულობდი რა ხო და სხვა მან ვერ იმსახიობებში ახლა და გმოლიკი და დავიდგით რაღაცები მაგრამ მსახიობური ის იყო რა აი შემოთნა რა ვიცი ნუ შემოთავაზებების რაღაცეები იყო მაგრამ ცოტა არასერიოზულად ავუწყე ხა თან დროს არ მქონდა რა და სურვილი რამდენი ვიცი შეიძლება გააჩნია ოღონდ მე მსახიობი ვერ გამოვა და გააჩნია რა როლი მე მაგრამ სად ითამაშებთ არ ვიცი შემოთავაზებები არ ქონია ესე იგი სად ვითამაშებდი და გიახსენე იქ ვითამაშებდი ზაზას ახალი სერიალი როა უსახელო ვითამაშებდი ეგ რუსთავში მოგადაგებული რუსთავში კი ბევრია ძალიან ესნობოდა პირველი ადგილები ძალიან კაი სერიალია ხო თან ისეთია რო ხასიათი იცნობსები რა ზაზა კი უბრალოდ ზაზა ძალიან ერთობა გვაქვს იმიტომ რომ წესიერი ბიჭია ძალიან და ჩამოყალიბებული რა და თავის საქმის პროფესიონალი ყველა უნიჭიერი კაცია ბანიჭიერი ფილმები ხო და თან ბევრი განხლით არის კიდე ჰიპ-ჰოპი ამ შემოთავაზებაზე არაფერი არ ქონია შენ საერთოდ არა ტიპაჟიდან გამომდინარე რა მაგრამ ნუ მაგაზეც უთხარი სხვათა შორის მე ხო არ ვიცი ხო და მე ვერ ვნახე ისეთი როლი რომ იქ ახლა მსახიობები არიან და პერსონაჟები არიან და ხო ესე ჩახტომა ეგ ხო რეალურ ამებზე გეტყვი ანუ ჩაუგუჩის ხორევა ბიჭების რაც შეიძლება ყველაფერი გადახტარია ხო რა ბევრს გადაობენ ბევრს ის მაგრამ ნუ რეალურად საერთო სურათია ჩემი აზრით დღევანდელი თბილისის რეალ ყველა ამერიკაში არა მარტო თბილისი არ ქონია ამერიკაში გარკვეულ სულ გასცემული რაღაცა იდეა მაქვს არა რამდენად ლეგალური იდეა ლეგალური вообще არა ლეგალური უკან სპორტული ლეგალური ნოიჭი სპორტული სპორტული ხო საინტერესო უი ისე ეგეც ნუ ახლა UFC არ მინდა ორგანიზაცია გარო შეგაგდე ხო წეგარი UFC-ს პოჩუბეთი რეკორდია ეგრევე შევიფერი და გამას გარდა აი ეს შერეული ორთაბრძოლების თემაში თუ გქონია სურვილი ან გენიალური სურვილი მქონია კი აი ახლა გამასაც აქ MMA ახალი
დაწყებული და ახლა აგვისტოშია ბრძოლები რა. მან რომელ აგვისტოსა? 30 აგვისტოსაა თუ არ ვცდები. ხო, გამა FCG-ზე მაგის ნახვა შეიძლება ჩაუვლებ. ისე ვისთან ჩხუბდი შენ. MMA-ის. თუნდაც მინდა გამაი ყველაზე ისეთი სუბასახისტი. ანუ ეხლა ნახე, აქამდე ვფიქრობდი ხოლმე, რომ აი რაღაც შევხედავდი ვინც ყველაზე აი ოიმასთან მინდოდა ხოლმე ჩხუბი რა. ანუ აი ვინც ყველაზე მეც მოიგებს რაღაცა ხო რა და მუღამი მქონდა მეც უფრო მეტი რა და ეხლა ჩემ წონაში მაგალითად ანუ ლევან ციკლაურთანაც მინდოდა ჩხუბი, ეხლაც მინდა, იმიტომ რომ აი ვიცი რა იცის. მაგრამ ეხლა ჩემთვის ხო მიგინე. ეხლა ჩემთვის ეს დავიშვამ თავარია და აღარ აქვს მნიშვნელობა რომელი იქნება რა. ხო, ჩემი აზრით ჩემპიონი ხარ თავის რაღაც პონჩი უნდა დაიფასო, აქ მოვიდო. ხო, ანუ ვინც მოვა დიდი სიამოვნებით აგერა ვარ, ციკლაური მოვა, ციკლაურს დავხვდები 60 კილოში. 60 კილოგრამში კი. 60 კილოზე ხარ დავიკლა. თუ თავი გენანება და თუ მინდა რომ ის რაღაცები გამეორდეს რაც წეღარო იძახდი მაგის მერე არა მაგის მერე ვერავარ კარგად და შეიძლება უარესი გაგებინოს. ტრეშტოქი ორი აგიკაჩავთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელი შეგიშალოს. ტრეშტოქი ორი აგიკაჩავთ, მაგრამ რინგზე რა მოხდება, როიტმაიც. ვერც რინგზე ვერ გამიკაჩავ შენ რახან არ შეაფასე შენი მეტოქე პირველად. შეიძლება იგივე დაგემართოს და კლინჩი. თან შენ წონაში მე მგონი ბევრი დაიკლებ 60 კილომდე. შენ თქვი ას კამარზე მაჩხუბი ზოგადად ამაზე. კამარზე გაჩხუბო. ძალიან რამდენად გექნება მე საჩხუბო. 60 კილოზე მაგ დაკლებული. მაგ დაკლებული. 60-60 მაგ დაკლებული. ო, და გაჩავ მე. ან შენ თუ გაჩავ. მე მეკითხე მაგას მე ამას გავკაჩავ და მე მეორეს ვიჩხუბებ კიდე მაგით. ლუკა აი რა ასერა ვიჩხუბს. ან თუ სერიოზულად იზახი დავოიც მაგრამ დავცხობ. აქ უნდა დაცხოთ. ნუ არ დავცხოთ, მაგრამ თუ გინდა ვიჩხუბოთ, რა, ისე გეუნ სპორტულად გეუნდები და ხო რა, დავცხოთ. მოდი, და დავცხოთ. 60 კილოში თუ დაიკლებ ეშუღები. კამარი დამიძე რა, ან შენ ახლა გაგლახავენ, ჩემამდეც ვერ მოხვალ. ვინ? შეულებრივი. აი, ის ვახარ ახლა 60 კილოში ბევრი გაგლახავს ძალიან. აი ხომ თელ გამოს ყურებული. დაიცეს მომს გაფისე. მოდი ვიჩხუბოს. კაროჩი 60 კილოს დაგერე ვიტყვი და შენ კამართან წავიღებ რა. 60 კილოს შენ ტოპ 500-ს გავიდა ეს, მაგრამ 65-ში ლუკას უპატიეს და მე გადაცემე. შენ ზღარ თავამდე თუ გინდა რომ ვერ ჩახვიდე, რა ვერ ჩავდე ფიტი ჩავდე თავამდე ზღარ. ეხლა გადაცემის მე ერთად წავარდი რუსი. შავერი რო არ იყო აქამდე ნაცემი და გამიძებდეს. ნაცემი რა. გაიჩაგროვსო. არა, ვერ ვარ ტრეშტოქი, აი, ბონუსი მეთქი მაქსიმუმ მაგის და შემიძლია ეს მაინტო. მაქსიმუმ გათხოვე. არა, შენ გიწეს. მე ჩემ კამარს 70-ში 65-ში მომავალში ავიდე. კი არა, ჩემია. იყოს. ჩემ კამარს მე მოვიპოვებ 65-ში 70-ში ცოტა. გააქვს გეგმაში? იცი. დავიწყო რა. ერთო თავი ოპერაცია გავიკეთე და სწავლა ხო არ გინდათ სხვა. არა. მე ჩემი სტილი მაგ ხა ვიღაცის აღარ დაგიდგები და გაგა. აუ, ისო მითხრა, და მე ხა სულად არ გამიცხრა, შეიძლება უყუროს რაღაცა. ისო через руку მიყურის. ჯერ ყო ხელის კურთხიო. через руку რუსულად მიყურის, через руку ურტყიო რა. ხელის ზევიდან რა. ხელის კოიდან გაუტარე და ხელისან ხო გავადგეს, დავუნუგავდი, გამოდიო. ხო გითხარი через руку. კიდე კაი გამოვხდი. ეგეთები რომ იკომენტარებენ ხოლმე, აუ, ამარა უნდა ასწავლოს. რატო? არა, თორემ აი, შიგა. სერიოზულად. ნუ რა გიქო შენ კომენტარებს სერიოზულად. არა, ეგეთ კომენტარებს სერიოზულად. კი, ეხა ზოგს პასუხობ, ვისაც დილობიანად მაინც აქვს დაწერილი რა, ნუ მიყვარს რა ადამიანებთან კომუნიკაცია რა, ხო ხდები და აზრების გაზიარება, კრიტიკაც მიყვარს, ოღონდ ჯანსაღი, ისეთი რეალური და ეგეთებს ვერ აღვიქო რა, ვინც იგინება, ილანძღება და ჩვენგან რაღაცეები არ მოსდით თვალში, ნუ ჯერ შენსაც უნდა შეხედო და მერე სხვისას რა, რაც თავია.
დანარჩენი ახლა ვინც რაღაც კრიტიკას მიწერს ხოლმე ისე რეალურს, მეც პასუხობ ხოლმე რა, ანუ რის გამო რა, როგორ ანაირად და ასე შემდეგ. ახსნელი მაქვს ბევრგან, რომ მე ბევრი რამე შეიძლება ვასწავლო პროფესიონალსაც. ოღონდ ჩვენ სფეროში რა, ახლა საქართველოში კი ახალია, მაგრამ საზღვრებს გარეთ ძალიან ბევრი ორგანიზაციაა და ძალიან ისეთი რა, გაქაჩული და მოხდილი და დასაწყისისთვის საქართველოში რადგან არ იყო ასეთი მე ვიქნები დასაწყისი ზოგიერთის კარიერის ასე ვთქვათ რა შეიძლება დადგეს მაგარი მოჭხუბარი წავიდეს. შენ ახლა იმაზე იძახი რომ გაკრიტიკებენ შენს დაწყებას. შეიძლება ჩემგან წავიდეს მერე კრივში მომემზადოს კრივიდან წავიდეს და გამოცდილება დააგროვოს, ხო ხდები რა? თავარია შენი რაღაც თავდაცვა იქნება. თავდაცვა ეს გინდ კულტურის სტილი დაარქვი, გინდ რაღაც ბერნაკლი დაარქვი, რას ქვია, მაგის წესებით ძალიან ისე შემიძლია მომზადო რა. ისე გამასმენ ქუჩაში მოგწვიდოთ თუ? არა. ვაფშე არა. რას დაიწყე როგორ ცნობადი ხარ და ყველა ისე გიგება ხო? იქამდე ახლა ვიყავი ესეთი მაინც და მაინც. მაგრამ საკუთარ თავთან უფრო მეტ გასხივებლობას გძნობ რა თქმა ახლა ჩვენ ბევრს ავიტანთ, შეიძლება იფრინგზე ვერ ავიტანოთ ბევრი და შეიძლება გავიტიშოთ ან რაღაცა, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით ხო შეიძლება რეიტი. ოპა. ახლა ჩემზე არ მეთქვია ნახე მარტო ჩვენ მეთქი რა და შენს მოჯაზრები მაქვს. აუ შენ გაჩვილი კაცი არ მინახია ზმა და ბაზარია რა. ვაფშე პირველ ჯგუფში გავდიშე და იჯერები რა და ასე და რა ნახე და რანაირად გავდიშე. მე ვერ გამთიშე. თავიდე კი ასე ზმა მეთქი მოდის. მე ვერ მომი. შენ ზმა მოგიგებდი არა რა შეიძლება ვეღარ გაწყვეს რუსთავის ტრავმატოლოგია. კაპს გონი კაპს თავის გაყვება ეს. შენ კაპს არ გავიკეთებ შეგაგხარ. ბაზარია. იყოს მას. დავай face to face დავდეთ. დავай მოდი. აბრუნე თავის ადგილას. კიდე ნახე როგორ ეკონსიერება იცის რომ ჩემი იქნება ეს კამარი გაიგე თავისთვის უნდა რა რა მძიმე არა გავ ვიყურები პროსტა რო არ მინდა რომ ტექნიკა დაგიზიანოთ თორე ტექნიკა რო დავაზიანოთ თორე გადაგცხებდი რაღაცა არ გეჩვენები ვაფშე არა ისის დიდი იყო ზო ისის დიდი შენაირებს სკოლის მოსწავლე რო ვიყავი მაშინ ვცემდი ხოლმე აი იშარა უარა ზამეს ვერ კაჭა ვერ გავტეხოთ არა მე არ ვიცი ფანტაზიის ნარიდება აჰა ჩემი ხელი რა პროსტა მოგიგებ კაკთი ჯობია აი ხო შენ დაიწყე და ამბოლია არ იცის მაგრამ არ ვიცი არ გამომდის ეგრე არის ჩხუბის და გაიგე ბახ ისე უესის თუ ადევნებ თავს კი ვადევნებ კი და ძალიან მიხარია ქართული ბიჭების წარმატება თან ამ დონის რა ისე შენ საყვარელი წონით კატეგორია რომ აჯამოთ რომ ისურება უფრო ისურება აი ილიას ლაიტვეით ახლანდელი თუ ილიას წონა ახლანდელი ილიას წონა მაგარია ილიას წონა მაგარია რას ფიქრობ ნახე ხა თვითონ ისე მე მიყვარს საყურებლად კაი ჩხუბები რა მახაჩევი ჩხუბებს და კი ნუ შეიძლება რაღაც და ის აქვს რა ქვია მიღწევა მაგრამ ჩემთვის დიდად არ არის სასიამოვნო და საინტერესო საყურებელი რა აი ილიას ახლა მოქნილობა სტილი რაღაცა დახვეწილი და დალაგებული კრივი ძალიან კაი საყურებელია რა ხო ხტები ჩემთვის რა და ნუ ეგეთ სტილს თუნდაც პედი პიმბლეტი რო იყო და ხო დამღალი როგორ ხავს აი ეგრე რო იქნეს ხელი რაღაცა ვერ უყურებ ამას პედი გაილახება მახაჩევთან თოფული პედის არ მოუწევს მახაჩევთან თოფულია მოიგებს ანუ შენგან როგორც ქართველი ფოტოგრაფი რა საბადრო ნახე რამდენი გაქიშა ხო უკვე და მაინც არ გონია ხალხს რა დონისაა რა მაინც ვერ მიხვდა ჯერ თავისი მაქსიმუმი არ გამოუვლენია იმიტომ რომ როდის იჭუბა ბოლო რაუნდები ხო ხდები ილია ანუ 3 რაუნდს ვერ გაცდა ბოლოს რა 1-4 ჭუბია 3 რაუნდს ხო რა ილია ო ყველას პირველ რაუნდში დაჟე კიდე არაჩვენებს დაჟე კიდე არაჩვენებს იმ ენერგიას და რაღაცა და ძალიან ძლიერი აი არ ტიპაჟია პერსონაჟია მაგარი რა მაგრამ იმას ტიპაჟი IQ walk ძალიან ისე რა დუმრად და აი მონდომებული სპორტსმენია რომელსაც მიზანი აქვს და მიზნის ეხლა ნეყოლება ნეტა მე მაინც ცარუკიანს გალახავს ძალიან მაგარად იმასაც იმათაც გაუყენებს
ვისაც მე მინდა რომ პედი მე ხლა აი ზუსტ მაქინა გამოგაეს. პედის მე მგონი, მე შეიძლება პედიმ ყველაზე მეთხანს გავუქიმჩოს. თოფურიას? გარს ვარელოდებიან? იმიტომ რომ სკაუსერი. იმიტომ რომ ინდიას მოუდება რომ აგერაც ემოს რა და ო. ერთი რომ დაას და გათიშოს ხო მე ვერ გაისწორებს თავს. მაგარც განახავს მაგრამ მე გათიშებს ხო ეს გადაცემა გაგრძელებას მივიღოთ გაცეჩნიაში ანუ ტიპები ისეთ ლოგიკურ რაღაცეებს იძახიან და ისწორდება მაგარი იმადად რომ გამისარდებს ხოლმე. ხო. კი ძალიან გადაუღა მე ვიჯები. ერთხელ გააძრო ის გააძრო ქვია 9-ზე გამახსენდა. რაღაცა ისროლა ხო ასე ხარ აუ გამთხარავ და მეორე იძახს აუ 9-ზე გამახსენდა ზღვაზე ვარ გოგოებთან ერთად ხო და სულთან გავხდი მის ავტრიად მაგარიტებია. ანუ საპირე ფრამე შენ როგორ? დასანოსებელი გაქვს? გარდა დასანოსებელი არაფერი არ მაქვს. გარდა ჩუბის როგორც ხუბი გიქნება? სექტემბერში ჩემი ბრძოლა იქნება სექტემბერში, დღეში მილიონჯერ რომ იკითხებით სექტემბერში. ჩანიშნულია უკვე თუ სავარაუდოა კი და ნუ გამაზე დაიდება ინფორმაცია, გამაეფსზე ვიდეოზე დაიდება ინფორმაცია და ისედაც ხა ყველა იმაში სოციალურ ქსელში აქტიურია რა გამოსული და Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე და არა მაგის გაგების პრობლემა რა, სულ ხდება მთელი ხო რა. წყარო არსებობს. და იდება ყოველ და ერთი შენი დარბაზი ხო? და ჩემი დარბაზი. გახსენი უკვე თუ კი, გახსნა და ჩაწერა მიდის და 8 აგვისტოდან სადღაც დავიწყებ პროექტში. შვენი. ანუ აქტიურად სპორტში და მინდა რომ ბევრი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ნუ თუ ვერაფერს მიაღწევს ჯანმრთელი მაინც იქნება და თავის დაცვა შეიძლება და მოხდები ვერავინ ვერ დაჩაგრავს. წარმატებები შენ მოსწავლეებსაც სპორტში, სპორტის გარეთ, ასე და ასე შემდეგ. ძალიან დიდ მადლობას გიხდი ჩვენი სტუმარი რო იყავი. საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. კი, გავწურეთ კიდევაც კარგად, რა ვიცი. როგორ მოგეწონა სხვადასხვა პოდკასტი? ძალიან კაი პოდკასტია მე ახლა დროს გავიდა, კაი დრო გავიდა და საკეთე უჯორავით. საინტერესო. კაი ინტერესო საუბარის გამოვიდა. ამიტომაც რა ძალიან დიდ მადლობას მოგიხდი ჩვენი სტუმარი რო იყავი დღეს. მეგობრებო, ჩვენთან ერთად იყო პინგული, გამას 60 კილო ზონით კატეგორიის ჩემპიონი, დროიშვილი. და შეგმერთმა შეგარგოს ვაი კაბარი და რა უკვე კიდე ბევრი მოგება. და თქვენი არ მინდა გამარჯვებითო. და ჩხუბამდე მოვაგვარი ხედავ. ეგაა სუიციდ. ხედავ მაგასაც ვასწავლე. ასწავლი მაგას? გავუდგებით ეგრე. არა, ნუ ისე. შენ ჩხუბიანად. დილობიანად რომ ჩააწყნარო სიტუაცია. ხო არ დაგჭირდა ჩხუბი. არა, ზოგადად. всё, მოგვარებული. დაგმოშვიდობთ მეგობრებო, კარგად იყავთ და დროებით. გასწორებით.